გადაუდებელი დებატების ინიციატორი გავლენიანი ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანია, რომელმაც დღის წესრიგში დააყენა ევროპარლამენტში დებატები მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით. მედია თავისუფლება საქართველოში კონკრეტულად მზია ამაღლობელის საქმე, ასე ქვია დებატებს, რომელზეც მსჯელობა ევროპარლამენტში უკვე 4 შაბათს გაიმართება და დებატების შემდეგ უკვე დაგეგმილია, რომ მეორე დღეს ევროპარლამენტი მიიღებს გადაუდებელ რეზოლუციას მზია ამაღლობელთან დაკავშირებით. მზია ამაღლობელი ევროპარლამენტისთვის არის ყველა პოლიტიკური პატიმრის სიმბოლო, ამიტომაც გადაწყვეტეს, რომ მოემზადებინათ ცალკე რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით და ამ რეზოლუციით მოითხოვათ, ასე ვთქვათ, მზია ამაღლობელის, ჟურნალისტის და ასევე ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება. დოკუმენტი ჯერჯერობით მომზადებული არ არის, თუმცა ევროპარლამენტი ახალ ძალიან მწვავე დოკუმენტთან დაკავშირებით უკვე მუშაობენ. რაც შეეხება რასა იუკნევიჩიანეს დებატებამდე რამდენიმე დღით ადრე იუკნევიჩიანემ TV პირველთან ინტერვიუში პირდაპირ თქვა, რომ ამ დოკუმენტით ისინი უფრო მეტად გააძლიერებენ ზეწოლას არა მხოლოდ ქართულ ოცნებაზე, არამედ ევროკავშირის აღმასრულებელ სტრუქტურებზე, რათა ევროკავშირმა პასუხი აგებინოს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც უკვე ირანის და ასე ვთქვათ რუსეთის ავტორიტარულ ლიდერებს დაემსგავსა. I am convinced, I am sure that Bidzina Ivanishvili regime will not be back on the track. დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ევროკავშირის გზას არ დაუბრუნდება. ისინი დემოკრატიულები ვერ გახდებიან. ეს იგივეა, რომ გჯეროდეს პუტინი გახდება დემოკრატიული და ყველას ბოდიშს მოუხდის. ან ლუკაშენკო, იმავეს ვხედავ საქართველოშიც. ეს მთავრობა ევროპულ გზას არ დაუბრუნდება. სწორედ ამიტომ არის საჭირო ახალი სამართლიანი არჩევნები. საქართველოში მდგომარეობა კრიტიკულია, ვითარება ყოველდღიურად უარესდება. ამიტომ ჩვენ რეალისტური მიდგომა უნდა გქონდეს. არავინ ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა იმავე პირობებით მისაღებია. არაფერი გაუმჯობესებულა. ყველაფერს ისევ მმართველი ქართული ოცნების პარტია აკონტროლებს. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ვინმე ევროპარლამენტში ასე არ ფიქრობს. სამწუხაროდ დე-ფაქტო სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლებს ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში მხოლოდ ნახევარი თავის გამოქვეყნებით ესკალაციის მცდელობა ჰქონდათ. აქ მკაფიო მესიჯი იყო წინაპირობებთან დაკავშირებით. არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში და არა მონაწილეობა ყველანაირი ცვლილების გარეშე. თუ იქნება ისეთივე არჩევნები, როგორიც ოქტომბერში გქონდათ, ასეთივე დარღვევებით მაშინ ეს არჩევნები არ იქნება. ასე რომ შეუძლებელია ასეთ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, როცა მკაფიოა, რომ გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული რესურსი. It is not like participate in those elections without any changes. ევროპარლამენტის პოზიცია არის შემდეგნაირი: საქართველოში უნდა ჩატარდეს ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ახალი წესებით, რომელიც უზრუნველყოფს გაყალბების და შეამცირებს გაყალბების შესაძლებლობას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და მხოლოდ ეს არის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა. ევროპარლამენტში ამბობენ, რომ პრაქტიკულად არ აქვს აზრი ისეთ არჩევნებში მონაწილეობას, რომელიც იგივე გაყალბებით ჩატარდება, ამიტომაც ევროკავშირი ითხოვს ახალ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომ ერთი მხრივ დაეხმარონ საქართველოს ახალი არჩევნების ჩატარებაში, მეორე მხრივ კი დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი და მერე ყველა მისი ხელშემწყობი პირი, ვინც ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება. Two last resolutions we mentioned in the European Parliament. ჩვენ მიერ დამტკიცებულ ბოლო 2 რეზოლუციაში ჩვენ თქვით, რომ მნიშვნელოვანია კონცენტრირება წევრ სახელმწიფოებზე მოვახდინოთ. სანქციები წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დააწესონ. 2 ქვეყანა, უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ეწინააღმდეგებიან, მაგრამ 25 ქვეყანას ეს შეუძლია. ჩვენ ველოდებით, რომ შეერთებულ შტატებშიც იქნება გადაწყვეტილება, ასევე დიდ ბრიტანეთში. არის ძლიერი სახელმწიფოები, რომლებსაც ამის გაკეთება შეუძლიათ. ეს არის გზა ივანიშვილისა და მისი მოკავშირეების დასანქცირებისა. ისინი არიან პასუხისმგებელი ვითარების გაუარესებაზე. მათ გაუხსნეს კარი რუსული სტილის მთავრობას. ვფიქრობ, ქართველი პოლიტიკოსები უფრო აქტიურები უნდა იყვნენ, რადგან სავარაუდოდ წევრ სახელმწიფოებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია თუ რა ხდება საქართველოში. Maybe it's not enough information about. დატყვევებული ჟურნალისტების ფონზე ევროპარლამენტი საგანგაშოდ მიიჩნევს საქართველოში მედია გარემო, სწორედ ამიტომაც ევროპარლამენტარებმა გადაწყვეტეს, რომ საგანგებოდ იმსჯელონ კონკრეტულად მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით და ასევე ყველა იმ პოლიტიკურ პატიმართან დაკავშირებით, რომელიც ქართულმა ოცნებამ სისხლიანი ნოემბრის მოვლენების დროს დააპატიმრა.